მოდი დავიწყოთ ჩვენ რა თქმა უნდა ამ საერთაშორისო კონტექსტ და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს ვერც გავექცევი და არც უნდა გავექცეთ, იმიტომ რომ ზოგადად არა მარტო ჩვენს განწყობებზე, არამედ რეალურ პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე სერიოზულ გავლენას ახდენს, მაგალითად ჩვენი მთავარი მტრების შესუსტების მაჩვენებლები და ის რაც ხდება იქნება ეს ირანში წარმოადგენს მათ შორის გარკვეულ დამატებით მოტივაციას საქართველოში, ისედაც უკვე წლების განმავლობაში მებრძოლი ხალხისთვის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს უნდა დამთავრდეს და შეეგუოს რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ დამთრგუნველ შეურაცხყოფელ სტატუს-კვოს, ხო, როდესაც ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნეგატიური დინამიკაც რეალობაში, რომელიც უკავშირდება ცალკეული მოთამაშეების რეაგირება სიტუაციაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემთვის არასასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც ჯერ მე ახალ წლამდეც გავაჟღერე ეთერით, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ფაქტის სახით არის ტელეკომპანია Euronews ჯორჯიას განცხადება, რომლის ავტორებიც საუბრობენ იმის თაობაზე, რომ Silk Media-ში ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მათთვის არა მომგებიანი არის ასე ვთქვათ ქართული კონტენტის წარმოება მარტივად არ ბილად რო ვთქვათ და მათი ეს ვთქვათ იგივე მაგალითად გიორგი რამიშვილი Silk ჯგუფის ხელმძღვანელის კომენტარი არის ესეთი, რომ Euronews ჯორჯია ფორმატს ცვლის და საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს. რაც თავისთავად პრობლემური არის ჩვენთვის, იმიტომ რომ ისედაც დეფიციტური არის კრიტიკული მედიას სივრცე, ხა Euronews ჯორჯია ამ თვალსაზრისით ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა ისეთი აქტიური მედია საშუალება იყო, მაგრამ საკმაოდ რაფინირებული, ჩემი აზრით, ზედმეტად სტერილური საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, მაგრამ პროფესიონალი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისაგან დაკომპლექტებული და ის იძლეოდა გარკვეულ შესაძლებლობას, რომ ეს ძალიან გაღარიბებული სატელევიზიო მედია სივრცეში ერთი დამატებითი მნიშვნელოვანი შტრიხი შემოიტანა და ის რო აღარ იქნება, თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორი არის დამოკიდებულება, მათ შორის მსხვილი ბიზნესების პრობლემების კუთხით. ვილად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ფინანსურ პრობლემებზე აპელირება მე პირადად განსაკუთრებით ასეთი მსხვილი არა მარტო მედია, არამედ ბიზნეს ჯგუფის მხრიდან და მეთანხმებით ქართული საზოგადოებისთვის არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. აი როგორ შეაფასებდით ახლა უკვე არსებულ სიტუაციას, მაყურებელს დასაწყისშივე ვეტყვი, რომ გუშინ თქვენი პარტიის მიერ იქნა წარმოდგენილი თქვენი გარკვეული გეგმა, ხედვა და უფრო დეტალურად რო გვიამბოთ ამ ვითარებას. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებლებს. Რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ არის მარტივი და ეს მძიმე ვითარება, რეპრესია, ძალადობა, იძულება ადამიანების რაღაცა გააკეთონ, რაღაც არ გააკეთონ, ყველა სექტორზე ზემოქმედებს. ახლა Euronews-ი დანაკლისი იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი მუშაობდა იქ და იძლეოდა შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებიდან მიგვეღო მოქალაქეებს ინფორმაცია. აქედან გამოსავალი რა არის? ხომ აქედან გამოსავალი არის ქვეყანაში ვითარების არსებითად შეცვლა. და სწორედ ამას ემსახურება ის, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ გუშინ, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ გასული წლის ბოლოს გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და პირობა, რაც ჩვენ საზოგადოებას მივეცეთ, იყო ეს, რომ ჩვენ მათ ასევე ვაჩვენებდით არა მხოლოდ იმას, თუ ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა მოვიდეს, არამედ იმას, რა უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტის გაძლიერების, გაფართოების და მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვისა და მონაწილეობისთვის. იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩემი აზრით საზოგადოების უმრავლესობაში არის ჩამოყალიბებული უკვე საკმაოდ ძლიერი კონსენსუსი იმაზე, რომ ქართული ოცნება ცუდია და უნდა წავიდეს, მაგრამ ადამიანებს სჭირდებათ ასევე იმის დანახვა, რა შეიცვლება სწრაფად და სასიკეთოდ ყველასათვის. ალტერნატივა და შინაარსი. ერთის მნიშვნელოვანია და მეორეც. ამიტომაც ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით იმ ხედვას, რომელზეც ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში დავიწყეთ საუბარი, როდესაც გამოვაქვეყნეთ ბრძოლის ზოგადი მანიფესტი, სადაც ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები მოუხაზეთ ამისი შემოდგომაზე ჩვენ თქვით გამოვაცხადეთ 10 ნაბიჯი წინააღმდეგობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად და ამ 10 ნაბიჯიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის გარდამავალი პერიოდის გეგმა, რომელიც საკვანძო მიმართულებების უკავშირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევძლოთ სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე მერე კონცენტრაცია
სიტუაცია და გადავჭრათ ის პრობლემები, ის სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, სიღატაკის, შიმშილის და უმუშევრობის, რომლებიც ამ ქვეყანაში არის და რომელსაც ქართული ოცნება განგებ არ აგვარებს. აი, მოდით ლევან, ცოტა უფრო კონკრეტულად რომ მივუდგეთ ამ პრობლემას. ერთის მხრივ სურვილი და მოთხოვნაც მე ვიტყოდი საზოგადოების რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ არა მარტო არსებული ვითარების შეფასების, არამედ უკეთესი საზოგადოების მშენებლობის გეგმა და გარდამავალ ტრანზიციის პერიოდზე საკუთარი მოსაზრებები მნიშვნელოვანი მოთხოვნაა და დასაბუთებულია. მეორეს მხრივ არ ვიცი ეს ჩემი სუბიექტური შეფასება, აპატიებს საზოგადოება თუ ზედმეტად მომივა, მაგრამ მათ შორის თუნდაც თქვენი პოლიტიკური პარტიის მაგალითზე, არა მარტო თქვენი, რამდენიმე სხვა პოლიტიკური პარტიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ინტელექტის და ცალკეულ დარგებში პროფესიონალური კომპეტენციის თვალსაზრისით არ ამგონია რომ ობიექტურობასთან ახლოს მყოფ ადამიანს ჰქონდეს კითხვები იმასთან დაკავშირებით თქვენი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, ხედვები, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შენებლობის კუთხით რამე კონკურენციას უძლებდეს ქართული ოცნების თუნდაც წამყვან ფიგურებთან მიმართებაში. ანუ ვერ გაუძლებთ ჩვენ მათთან პირიქით ვიძახი, ანუ ყველა ხდება რომ განათლების სფერო იქნება, ჯანდაცვის ორგანიზების სფერო იქნება, ეკონომიკა იქნება თუ ასე შემდეგ. სავსეა, ასე ვთქვათ, ინტელექტუალებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მასთან დაახლოებული საზოგადოებრივი პროფესიული ჯგუფები და თავარი პრობლემა და ამ ხრივ სხვათა შორის ამ საპროტესტო მოძრაობის ძირითად ბირთვსაც მაინც წარმოადგენს საშუალო ფენა ქართული საზოგადოების, განათლებული საზოგადოება. ეს ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მეორეს მხრივ არის პრობლემა სწორად სოციალურად პრობლემები დატვირთული საზოგადოების სხვადასხვა ფენების შემოყვანა ამ პოლიტიკურ პროცესში. ის რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, დაეხმარება ამ დეფიციტის შევსებას თუ პირიქით ზედმეტი სააზროვნო საფიქრალი, ასე ვთქვათ, გეგმებზე კონცენტრირებით კვლავ იმ რაღაცა ვიწრო ნაწილს საზოგადოების, რომელიც ვიწრო არ არის და ანგარიშგასაწევია, მაგრამ რომელსაც აინტერესებს შინაარსი, მას მიაწვდის საზრდოს, მაგრამ ის, რასაც ქვია, უფრო მასობრივი პოლიტიკის კომპონენტი და უფრო მასობრივად ხალხის შემოსulis мотиваცია პოლიტიკურ პროცესში, წინააღმდეგობის პროცესში შეიძლება დარჩეს კვლავ რაღაც მიღმა ძირითადი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეგ არანაირად, იმიტომ რომ ის უსამართლობა, რაც ჩვენ ქვეყანაში არის დამკვიდრებული ქართული ოცნების მიერ, ყველას ეხება სხვადასხვა ფორმით, ხომ? ვიღაცა შეიძლება ეხება უფრო პოლიტიკურ ნაწილში, ვიღაცებს ეხება სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილში. ამ უსამართლობის ნაწილი, აი ამ აბსოლუტურად უგულო და ანტიადამიანური პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ქართული ოცნება ძარცვავს ხალხს, ხომ? ეს ხომ უსამართლო სისტემა, ანუ ეს უსამართლო და თავის მომხრეებსაც მარტო კრიტიკულად განწყობილ და იმათ ხوار პარავს ფულს, საერთო ფულსი პარავს, ის ღარიბაშვილი იქნება თუ ვინ იქნება, ხო? საკუთარ მომხრეებს რაღაც deep state-ზე ელაპარაკებენ და თან ჯიბი და ფულს აცლიან, თვითონ გამდიდრდნენ, ხო? ამიტომ ეს უსამართლო სისტემა თუ არ შეიცვალა, ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობას ეხება. ამიტომაც ეს გეგმა, რომელიც ჩვენ გამოვაქცევთ, ეს არის რაღაც 5 წლიანი გეგმა. ეს არის გეგმა, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3 თვის განმავლობაში შევძლებთ გავაკეთოთ და წამოვიწყოთ უნიშნელოვანესი რეფორმები. სასამართლო იქნება ეს სუსი, რომელიც ყველაზე მეტად ვისაშინებს სხვა ადამიანს, ვინც მეტად არის დამოკიდებული სახელმწიფო ინსტიტუტზე და სადღაც რო წახვალ და შეხვდები და ხელს ჩამოართვა ფოტოს გადაიღებ, მე მიადგება და სამსახურს წარსულს გამოაგდებს დაჩაგრავს, ხო? უშიშროების სისტემის რეფორმაზე და ჩვენი გარდამავალი გეგმა ასევე სხვათა შორის იწყება სოციალური საკითხებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ სოციალური საკითხები, როგორიც არის მაგალითად შემწეობა, საცხოვრისის საკითხები არ მოვაგვარეთ, ჩვენ ადამიანებს პოლიტიკისკენ ვერ შემოვატრიალებთ. ამიტომ გარდამავალი გეგმა არ არის რაღაცა გეოპოლიტიკაზე საუბარი. ჩვენი გარდამავალი გეგმა იწყება სოციალური საკითხების სწრაფი მოგვარებით, იქნება ეს შემწეობების ინდექსაცია, იქნება ეს საბინაო პოლიტიკაში კორექტირების შეტანა, რომელიც სწრაფად შეიძლება გააკეთო, ეს იქნება ბავშვთა კვების პრობლემების მოგვარება სკოლებში, იმიტომ რომ მესამედი ბავშვების მშიერი დადის სკოლაში. და ამდენი წელია ეს ყველა მიცის და არავის ქართული ოცნებიდან ამაზე არასოდეს არ უზრუნია. იმიტომ რომ ბავშვებს სკოლაში თუ აჭამენ, მე ეს ფული ვინ წაიღოს სახლში, ხო? ამიტომ ჩვენი გარდამავალი პროგრამა ამით იწყება, ეს არის საკვანძო რამე, რომ სწრაფად გადაჭრათ ის უმწვავესი პრობლემები, რომლებიც არის, ანუ ვექტორი შევცვალ და ადამიანისკენ დავაბრუნოთ ვექტორი, ასევე მივხედოთ იმას, რომ უსამართლო სასამართლო არ ჩაგრავდეს ხალხს. დღევანდელი სასამართლო რა არის, დიდწილად, ხო?
დღევანდელი სასამართლო არის ალესილი დანა მოქალაქის წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ იყოს ფარი, რომელიც ადამიანს დაიცავს და მოქალაქეს, რომელსაც არ ყავს რაღაცა ნათესავები და ახლობლები და ძმაკაცები და ვიღაცის კლანში არ არის ქართული ოცნების, ის ვერ დაჩაგროს სახელმწიფომ ვერც ერთ ვარიანტში და ვიღაცა არ ვიცი კრიმინალი იქნება, უბნის თუ ვიღაცა კორუმპირებული პოლიციის უფროსი თუ ვიღაცა არ ვიცი გუბერნატორი თუ ვინ იქნება, ვერც ერთ მოქალაქეს ვერაფერი ვერ გაუბედო. ეს რაღაცეები ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა შევცვალოთ და მე უკვე დავიწყოთ უფრო სხვა რაღაცეებზე ფიქრი, რომელიც უფრო გრძელვადიან განვითარებას დაუკავშირდება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უახლოეს გეგმებში არის კიდევ სხვა რაღაცეები, რომელიც კიდევ მეტ ადამიანს მოიყვანს ამ საქმეში. აი უახლოეს გეგმებს რაც შეეხება და ჩვენი საუბრის ბოლო ნაწილი მოდი ამას დავუთმოთ. თქვენ ხართ პოლიტიკოსი და თქვენ არ ხართ რაღაც ინტელექტუალური კლუბის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუმცა კარგია რომ ეს გამოცდილება ქონდა და მე პირადად მოხარული ვარ, რომ ქართული პოლიტიკა ივსება ასეთ ინტელექტუალური სისხლით, ასე დავარქვათ, მაგრამ პოლიტიკა მაინც არის საზოგადოების კონსოლიდირება, კონკრეტული განწყობების შექმნა, ფორმირება, ორგანიზაციულად ამის უზრუნველყოფა, მომენტის შეგრძნება და კოალიციების შექმნის გარკვეული უნარების გამოვლინება. დღეს საკმაოდ დასაბუთებული კრიტიკა ისმის პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. ხა მათ შორის ზედმეტი კრიტიკა და ლანძღვა მაშინ როცა პოლიტიკური პარტიების ლიდერების დიდი ნაწილი კვლავ ციხეშია გამომწყდეული და ზოგიერთი უკვე მერამდენეთ, ჩემი აზრით არაობიექტურია, მაგრამ ბუნებრივი და ჯანსაღია, რომ მოთხოვნილებები არსებობს პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების მხრიდან, პოლიტიკური პროცესზე წარმართვის პასუხისმგებლები მაინც პარტიები არიან. როგორ უყურებთ არა მაშინ როცა ცვლილება მოხდება და იმ პირველ 100 დღეში რა გაკეთება ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რო არ დარჩეს მარტო ცარიელ ქაღალდებად და კონცეფციებად, იქამდე რომ მივიდეს საქმე, რა არის გადაუდებლად ახლა გასაკეთებელი, რაზე უნდა კონცენტრირდეს და საზოგადოების მხარდაჭერა, არა მარტო თქვენი მომხრეების, რაში გჭირდებათ, მედიის დახმარებას რაში გჭირდებათ ამ მხრივ? კი, რამდენიმე რამე არის, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ დე-ფაქტოდ ჩამოვაცილოთ ქართული ოცნება იმ ძალაუფლებას, რომელიც უსამართლო და უკანონოდ აქვს მითვისებული, ხო? ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რომ ხალხმა უნდა იცოდეს რა შეიცვლება, თუ არაფერი არ შეიცვლება, ცვლილებასაც აზრი არ აქვს. ამიტომ ჩვენი როგორც პოლიტიკური პარტიის პირდაპირ ვალდებულებაა, რომ ადამიანებს უთხრათ, რომ ჩვენ, იმიტომ კი არ გვინდა ცვლილება, რომ უბრალოდ ჩვენ დავსხდეთ რაღაც პოსტებზე. ჩვენ ეს პოსტები და ეს ძალაუფლება იმისათვის სჭირდება, რომ პოლიტიკა ხალხისკენ შემოვაბრუნოთ და ხალხი პოლიტიკოსების და პოლიტიკის მიმართ ნდობა აღუდგინოთ. ხო, ან პარლამენტა ყოველ წელს რო არ იყიდოს ახალი 150 მანქანა ახალი. ხო, მათ შორის. ეს უნდა იცოდეს, რომ თქვენ რომ მოხვალთ იმ 150 მანქანით კი არ ივლით, არამედ ივლით ან ავტობუსთან საკუთარი მანქანა. როგორც ახლა დავდივართ. მაგრამ ეს არის ერთი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი რამ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს სანდო ალტერნატივა. იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩემი აზრით საზოგადოებას დღეს აწუხებს, არის ის, რომ გავიგე, რომ ესენი არიან ცუდები, მაგრამ ვინ არის სანდო ალტერნატივა? ვის შეიძლება მე მივანდო ძალაუფლება ისე, რომ არ მეშინოდეს, რომ განმეორდება ის, რაც ხდება რა. ამიტომ მე მგონია, რომ და მაგ საქმეში თავისუფლების მოედანი, ისევე როგორც სხვა ახალი მოძრაობები, რომლებიც წარმოიშვნენ, მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. მე პირადად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართული ოცნების საუკეთესო ალტერნატივა არის თავისუფლების მოედანი. ალტერნატივების ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმის ჩვენებას, რომ საზოგადოებას აქვს უნარი ეს ალტერნატივა შექმნას და განახორციელოს რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ქართული ოცნება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა აი ამ პოლიტიკურ საზოგადოებაში წარმოშობილიყო. ჩვენ ასევე უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ უკეთესი არსებობს. კიდევ ერთხელ, მე მჯერა რომ ეს არის თავისუფლების მოედანი, მაგრამ არა მხოლოდ და ამიტომ უახლოეს ხანებში ჩვენ ვაპირებთ, რომ ორგანიზება გავუწიოთ დიდ სამოქალაქო კონფერენციას, დიდ სამოქალაქო შეკრებას, სადაც შევიკრიბებით საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები და ვისაუბრებთ იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია მომავლის საქართველო და ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველოს ბედისწერა არ არის ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილი. რა არის ქართული ოცნების მმართველობის სტილი? მათი მმართველობის სტილი ეფუძნება სიძულვილის გაღვივებას,
შიშს და ადამიანების ჩაგვრას. აი არანაირი პოზიტიური არ მოუტანიათ, ხო მათ? ამიტომ სრულიად ახლებური პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას და უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა შიშით კი არ უნდა იმართებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანა უნდა იმართებოდეს თანხმობით. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ისეთი მთავრობის მიერ, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და რომ ეს შესაძლებელია. ასეთი პოლიტიკოსები გვყავს. ვართ თავისუფლების მოედანში მათ შორის ეს უნდა ვაჩვენოთ კიდევ უფრო კარგად საზოგადოებას. და ბოლოს ლევან თქვენ ჩამოთვალეთ ფაქტორები, რაზე ახსენეთ შიში, რაც ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის. შიში მათ შორის რეპრესიული სისტემის მიერ მუდმივად კულტივირებული შიში, რომ თუმცა ტროტუარზე რო პროტესტი არ უნდა გამოხატო ადამიანმა, სრულიად წარმოუდგენელ ფორმას იძენს ეს რეპრესიული რეჟიმი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ის რითიც ჯერ კიდევ გაზდით მათ მსგავსი რაღაცეები, ანუ მიმღებლობა კი არა აქვს საზოგადოებას, მაგრამ სტატუს კვოს არცვლის არის უფრო დიდი შიში, რომლის კულტივირებაც მოხდა და რომელსაც მათ შორის ობიექტური საფუძვლები ჰქონდა. ეს არის რუსული აგრესიული მოქმედებების გან დაუცველობის შეგრძნება და დაუსჯელობის შეგრძნება. მსოფლიო გეოპოლიტიკას მივახლოვდით ახლა ჩვენ სამეზობლოში მათ შორის ირანში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, მაგრამ ჩვენგან ძალიან შორს ვენესუელაში ასევე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც რუსეთის გავლენების რეალურ შესაძლებლობებს ავლენს. ლაკმუსის ქაღალდებით არის სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს სახელმწიფო, ხო? შეუძლიათ 13,000 კილომეტრის სიჩქარის ორეშნიკი ისროლონ სადღაც და დახოცონ ადამიანები, მაგრამ მნიშვნელოვან ძურებს სიტუაციას ვერ უქმნიან, მაგრამ ჩვენთვის ეს შიშები მაინც არის. თვლით თუ არა, თუნდაც იმ კონფერენციაზე ქართული ოპოზიცია იქნება ეს თუ ის ჯგუფები, რომლებიც რაღაც პასუხისმგებლობის აღებას ფიქრობენ საკუთარ თავზე, ამ კუთხიდაც რაღაცა ახალი ტიპის შეთავაზებები უნდა მიცეს საზოგადოებას და უპასუხოთ ეს შიშები. აბსოლუტურად და შეზღუდული დროის გათვალისწინებით შევეცდებით ძალიან ლაკონურად და მარტივად დავაყენო ეს საკითხი. როდის იქნება საქართველოს? ჯერტი უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მშვიდობა, ქართული ოცნების გაგება მშვიდობის არის ჩაგვრა. მშვიდობა არ არის, როდესაც ადამიანს ხმის ამოღება მისეშინია. მშვიდობა არ არის, როდესაც ადამიანებს სასიკვდილოდ ცემენ, იმიტომ რომ ისინი არ ეთანხმებიან მთავრობის რაღაც პოზიციას. ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ჩაგვრა და ეს არის უსამართლო რეპრესიის წარმოება. ეს არანაირი მშვიდობა არ არის. მაგრამ ასევე თუ საგარეო და უსაფრთხოების ნაწილსაც შევხედავთ, ხომ? ვის შეუძლია მშვიდობის გარანტირება? ისეთ პარტიას, რომელმაც საქართველოს დატოვა მარტო და გამიჯნა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან, რომელიც ამხელა სუპერ ძალაა, რაც არ უნდა ქარდები დადონ და ბუსტონ პოსტები ამ პროპაგანდისტებმა, ხო, რომ ევროკავშირი იშლება და ნადგურდება და ასე შემდეგ, ხო? და შეერთებული შტატებისგან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო, თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ცოდნა და მონდომება იმისა, რომ ეს ურთიერთობები დააბრუნონ და კიდევ უფრო განავითარონ. აი, ამიტომ ეს ძალიან მარტივია. ქართული ოცნება საქართველოს ტოვებს მარტოს იზოლაციაში და მტრის მოწყალების იმედად. და ეს არ არის გზა მშვიდობისკენ. გზა მშვიდობისკენ არის საქართველოს გაძლიერება, ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ალიანსებში ინტეგრირება, ამერიკელებთან მეგობრობა, ჩვენი ჯარის გაძლიერება და ჩვენი ეკონომიკის და ხალხის გაძლიერება. დაჩაგრული და წელში გატეხილი მოქალაქე როგორი ცხოვრობს კარგად, ხო? ამიტომ ჩვენი ხალხი უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები და საქართველოს დავაბრუნოთ ყველაზე მაგარ ალიანსებში, რომელიც კი ოდესმე მსოფლიოს ისტორიაში ყოფილა. ეს არის სწორი გზა. მათ შორის გავაძლიეროთ ქართული ჯარი და ჩვენი თავდაცვის სისტემა. აბსოლუტურად და საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი არის ყველაზე მცირე მთელ რეგიონში. ეს არ არის შემთხვევითი. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა.